2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მულტინაციონალური საწარმოთა ანგარიშგების წესი. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს ტრანსფერ პრაისინგის ერთ-ერთ შემადგენელ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ჯგუფის საოპერაციო და ფინანსურ მონაცემებს თითოეულ იმ ქვეყანასთან მიმართებაში, სადაც ჯგუფი ახორციელებს საქმიანობას. რეგულაცია ეხება იმ საქართველოს რეზიდენტ საწარმოებს, რომელთა ჯგუფის წლიური კონსოლიდირებული შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება. ანგარიშის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, თუ ის არის ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, ან არის ჯგუფის შემადგენელი საწარმო და კმაყოფილდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი. საქართველოს რეზიდენტმა საწარმოებმა, რომელთაც ეხებათ აღნიშნული რეგულაცია, ჯგუფის ფისკალური წლის ბოლო დღემდე უნდა შეატყობინონ საგადასახადო ორგანოს, აქვთ თუ არა ანგარიშის საქართველოში წარდგენის ვალდებულება. ხოლო იმ საწარმოებმა, რომელთაც აქვთ ანგარიშის საქართველოში წარდგენის ვალდებულება, უნდა წარადგინონ ანგარიში ჯგუფის ფისკალური წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. რეგულაცია ვრცელდება 2025 და შემდეგ ფისკალურ წლებზე. თუმცა შესაძლოა შეეხოს ასევე 2024 ფისკალურ წელსაც, იმ შემთხვევაში თუ ის სრულდება 2025 კალენდარული წლის განმავლობაში. ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 192 ბრძანებით და შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან RSG-ზე.